მე სანამ აქ მოვიდოდი, მარტო ცხოვრებას ვეწეოდი, სახლში მარტო ცხოვრობდა, თითქოს უხალისო იყო ცხოვრება. სივრცე, რომელმაც 72 წლის ეთერ მუჯირიშვილს ცხოვრების ხალისი შემატა, დმანისის მხარდაჭერის სახლია. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ხანდაზმულთა უმრავლესობა საქართველოში სოციალურ და ემოციურ მარტოობას განიცდის. მარტოობაზე საუბრობს ეთერ მუჯირიშვილიც, თუმცა ამბობს, რომ დღის ცენტრმა მისი და დმანისში მცხოვრები სხვა ხანდაზმულების ყოველდღიურობა რადიკალურად შეცვალა. გუნდი გვაქვს ჩვენ 5-6 ადამიანი ვართ გაერთიანებული და დავდივართ რაიონის ფარგლებში და ვამართავთ კონცერტებს. შაირი მინდა გიამო პირიმზე ლამაზისაო. არ მინდა რომ მოწყვეტილი ვიყო სამყაროს. აქ იმიტომ მოვდივარ და სოფელში რომ მარტო ვარ, მართალია იქ შრომა არ მაკლია, შრომა ტევადია სოფელში ცხოვრება, მაგრამ ამ შრომას ხო ადამიანებთან სიახლოვეც უნდა ერთოდეს. ადამიანების აზრების გაზიარება გინდა, რაღაც გინდა ცხოვრებაში, რომ ან საიდუმლო გექნება, ან რაღაც მისწრაფება გექნება, ერთმანეთს გაუზიარო და აუხსნაი, მარტო ადამიანი, მარტო სული ყოველთვის ძნელია. ცხოვრება და მით უმეტეს ჩვენ ასაკში. მაგალითად გადავიღოთ ფოტო. აი აქ დააჭირეთ. დღის ცენტრის ბენეფიციარების ყოველდღიურობა კიდევ უფრო გაახალისა ახალმა სოციალურმა სერვისმა სახელწოდებით თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი. პროექტმა ერთმანეთს ახალგაზრდები და ხანდაზმულები დააკავშირა. ამ ცენტრში ბევრი ყოფილი პედაგოგია და ისინი მოსწავლეებს სკოლის დავალებების მომზადებაში ეხმარებიან. ახალგაზრდები კი ხანდაზმულებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ასწავლიან. მოყავს და გაიკვაცა. ხო, მასად გამოვიდა. ძანათვილია. აბა კიდე ხლა შენ. გიო, ეხლა შენ, გიო. ხანდაზმულთა დღის ცენტრი არ არის ერთადერთი, რომელიც დმანისში ფუნქციონირებს. მუნიციპალიტეტში ასევე დაფუძნდა პირველი დღის ცენტრი 6-დან 18 წლამდე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ფონდის დაფინანსებით ჩვენ ორგანიზაციას ჰქონდა საშუალება, რომ ეწარმოებინა მცირემასშტაბიანი კვლევა დმანისის თემში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებთან და გაერკვია ეს პრიორიტეტები, რა ჭირდებოდა ამ ოჯახებს. ძალიან ბევრმა ოჯახმა ახსენა დღის ცენტრის საჭიროება თვითონ მუნიციპალიტეტში. ვინაიდან ეს ბავშვები არ იყვნენ მთელი დღე სახლში ჩაკეტილები, იზოლირებული საზოგადოებისგან, მართლა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს დღის ცენტრის პროგრამა. შენობა დღის ცენტრისთვის ორგანიზაციას მუნიციპალიტეტმა გადასცა. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში კი გარემონტ და სივრცე. ორგანიზაციამ შეიძინა შესაბამისი ინვენტარი და ავეჯი. ასევე შეარჩია და გადაამზადა პერსონალი და სპეციალისტები. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მათი უნარების გასაუმჯობესებლად ფსიქოლოგები, თერაპევტები და პედაგოგები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ. აღნიშნო ასევე ევროკავშირის როლი და მნიშვნელობა ბევრი ასეთი პროექტის განხორციელებაში, რომელმაც მართლა ხელი შეუწყო სხვადასხვა სოციალური პროგრამების განვითარებას და დღევანდელ დღეს რადიკალურად არის მართლა შეცვლილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის პროგრამებზე და თუნდაც განათლებაზე ხელმისაწვდომობა. მართლაც, ევროკავშირს ამ პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ორგანიზაცია სენმა 2022 წელს ქვემო ქართლში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში შეირჩა და დაფინანსდა 6 პროექტი, რომელთა მიზანია სოციალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის, ასევე მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების გაუმჯობესება. ამ პროექტის დამსახურებით მალე თეთრი წყაროში ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ცენტრიც დაიწყებს ფუნქციონირებას. თავარი ასე ვთქვათ, რაც გავაკეთეთ ამ პროექტის ფარგლებში მოვაწყეთ სივრცე, როგორც ადმინისტრაციის, ასევე ამ ბავშვებისთვის, რომლებიც ასე ვთქვათ, განავითარებენ იმ უნარებს, რომლებიც განვითარების შეფერხების დროს გარკვეულ ჩარევას საჭიროებენ, ასევე გადავამზადეთ ის სპეციალისტები, რომლებიც აუცილებელია ცენტრის ფუნქციონირებისთვის. აი ხლა ამ ეტაპზე რამდენი ბავშვიც არის იდენტიფიცირებული, გადამისამართება ხდება მეზობელ მუნიციპალიტეტში, ძირითადად თბილისში, რაც გარკვეულწილად არის ხარჯებთანაც დაკავშირებული და
შეფერხებებთან, იმიტომ რომ გარკვეული ესეთი მძიმე სოციალური ფონიც არის მუნიციპალიტეტში, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ ყველაფერს. სენის პროექტი, რომელსაც პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებდა, 3 წლიანია და მიმდინარე წელს დასრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტები მთავრდება, ჩვენ თანამშრომლობდით ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებსაც ფუნქციონირების ხანგრძლივი ისტორია აქვს. და პროექტის დასრულება არ ნიშნავს ამ სერვისების შეწყვეტას. როგორც გითხარით, ადგილებზე აქ არსებული ორგანიზაციები რეგისტრირდებიან როგორც სერვისის პროვაიდერები, სერვისის მიმწოდებლები და ქვეყანაში არსებული ფინანსური მექანიზმების საშუალებით გააგრძელებენ ისინი ფუნქციონირებას. ასე ვთქვათ, ევროკავშირმა საშუალება მისცა, რომ გამზადებული პროდუქტი მიეცა მთავრობისათვის და ახლა უკვე ადგილობრივი მთავრობა არსებული რესურსებით იმედია გააგრძელებს მუშაობას. სახელმწიფო და კერძო სფეროების განვითარებისთვის ევროკავშირს საქართველოში 2 მილიარდ ევროზე მეტი აქვს დახარჯული. ევროკავშირთან გაუარესებული და ქართული ოცნების მიერ მიღებული სადაო კანონების ფონზე ბუნდოვანია, როგორ ან საერთოდ შეძლებს თუ არა ორგანიზაცია ისეთი პროექტების დაფინანსებას მომავალში, რომლებიც საზოგადოების კეთილდღეობისკენ არის მიმართული.